ახლა კი ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახის შესახებ გიამბობთ, სადაც 6 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რევაზიშვილების მთავარი პრობლემა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები და დანგრევის პირას მყოფი ქოხია, სადაც ოჯახის 10-ზე მეტი წევრი ერთად ცხოვრობს. ისე დავზადე ჩემი შვილები, რომ პური მენატრებოდა და პური თუ მქონდა კიდე მე იმპულს აღარ მეუყურებდი, რომ დილით ჩემს შვილებს ლოკმა ქონოდათ. აი დედა ჩემიც მაგ ტანჯვით და მაგ ნერვიულობით დაიღუპა. დადიხარ ფეხბურთზე? არა, უცები არ მქონდა და ტრანსპორტის ფული არ მქონდა, რომ მევლო. მე მინდა რომ გქონდეს ისეთი სახლი, რომ ყველა დავეტიოთ და ვიცხოვრობდი ჩემ მშობლებთან ერთად და ჩემ დედმამიშვილებთან ერთად. ანდრია 7 წლის, დათო 12-ის, გოჩა 14-ის და ნანა 3 წლის. ამ ბავშვების სრულები ასაკის შესაბამისად განსხვავდება. მათი ნაწილის ოცნება ფეხბურთზე სიარულია, თუმცა მარტოხელად დედამ ეს სურვილი უფულობის გამო ვერ აუსრულა. ბავშვების დედა ამბობს, რომ პატარების დაპურების გამო მშიერს არა ერთხელ დაუძინია. ვდილობთ, რომ ნაწილს უყიდოთ ნაწილს მეორე თვეში, თუნდაც ფეხსაცმელი ავიღოთ, თუნდაც ჩასაცმელი ავიღოთ, თუნდაც კურტკები ზამთრის ბავშვებს უნდათ, რომ სადმე წავიყვანო, ან ცეკვაზე ვატაროთ, ან რაღაცა ისეთი რომ იყოს ბავშვები, რომ ვერა, იმიტომ რომ არა გვაქვს საშუალება. სად ვატაროთ? საბავშვო ბაღში ძლივას დაგხვდით. მთავარი პრობლემა დედისთვის და ამ პატარებისთვის უსახლკარობაა. ახლა ისინი საქართველოს მელიორაციის კუთვნილ პატარა ქოხში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობენ. ამ გაუსაძლის პირობებში დაძინება ერთად 10-ზე მეტ ადამიანს უწევს, საიდანაც 6 პატარა ბავშვია. დავწერე განცხადება, რომ არა მაქვს სახლი. 4 შვილის დედა, 2 შვილი ბიჭი ყავს, 2 გოგო, ხო მინდა მეც რაღაცა ამ ნორმალური ცხოვრება მქონდეს. ამ სახლში ამდენი 15 სული ვცხოვრობ, 15 დავამატებ, იქნებ ვიღაცამ რაღაცა გულისხმიერება გამოიჩინოს და ვიღაცა რაღაცით დაგვეხმაროს. ამათაც რომ თავიანთი იქნებ ერთი, 2 ოთახიც რომ მისცეს, მე ჩემი იქნებ ვიღაცამ რაღაცა მარგუნოს, რომ მე ჩემ შვილებს მივხედო. მეც ხო მინდა ოდესღაც ჩემ სახლში გავიხარო. სულაც ხო არ ვიქნებით. თემურ რევაზიშვილი 10 შვილიშვილის პაპა. მთელი მისი ცხოვრება შრომას შეალია. ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა იძულებულია საკუთარი სიცოცხლის ფასად მაინც იმუშაოს, რადგან სხვაგვარად შვილიშვილების მომავალს უბრალოდ ვერ შექმნის. რევაზიშვილი საზოგადოებას დახმარებას თხოვს. საცხოვრებელი სახლის იმით არ უბრალოდ ხვალდაზე შეიძლება გაიყიდოს ან ერთი წლის მე ვეღარ წავოდეს საცავთ. დავჭიგარ. აქ შემოგასახლოთ მერიამ თუ თვითნებ? არა, ყარაულად დავიწყე მუშაობა, ტყუილა იყო ცარელაინზე და უთხარი რა. შევეხნე მეთქი ესე და თან ტერიტორიას მოული ოჯახები ის ითავად გაგეთვე, ის გაგეთვე ხო? ეს დავშილო არის. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მცხოვრები ოჯახი ამბობს, დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ამ ბავშვების მომავალი თქვენზეა დამოკიდებული.